ცეზარ ჩოჩელი არასამთავრობო სექტორს მისი ბიზნესის გარშემო არსებულ ვითარებაში გარკვევას თხოვს. ყოფილი გუბერნატორი მის დაფუძნებულ საწარმოებში არსებულ პრობლემებს პრემიერ-მინისტრის მრჩეվել გია ხუხაშვილთან აიგივებს. შეხვედრის დეტალებზე პირდაპირ ეთერში საუბარს ბექა ბარამიძე განაგრძობს. მოგესალმებით. ყოფილი მოქმედი ბიზნესმენისა და ყოფილი გუბერნატორის არგუმენტები, რომელიც დღეს მან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გააჟღერა, საკმაოდ მრავლისმხმელი აღმოჩნდა. საკმაოდ ასე ვთქვათ, მედია საშუალებებთან ერთად ცეზარ ჩოჩელი კონკრეტულად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს თხოვს დეტალურად ჩაეძიონ იმ პრობლემებში, რომელიც მისი საწარმოების წინაშე დგას. ბიზნესმენი მზადაა სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტების შესასწავლად არასამთავრობო სექტორს მისი კომპანიებიდან ნებისმიერი მასალა მიაწოდოს, რაც ობიექტურ რეალობას დაადგენს. საინტერესო კი მისი თამამი გამოცხადებები აღმოჩნდა, რომელშიც ბიზნესმენთან დამოკიდებულების კუთხით ბიზნესმენი დამოკიდებულების კუთხით კრიტიკული აღმოჩნდა როგორც ამჟამინდელ ისე ძველ ხელისუფლებასთან. კომპანია ბარამბოსა და რკინაბეტონის შპალების ქარხანაში შექმნილ პრობლემების წარმოდგენის პარალელურად ჩოჩელი იმ ფაქტებზეც საუბრებს, რომელიც გასულ წლებში მის ბიზნესს ასარალებდა. მაგალითისთვის ცეზარ ჩოჩელს მოჰყავს მის კომპანიაზე გავრცელებულ კაბალურ საგადასახადო რეჟიმს და ამავდროულად სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეულ სახსებს, რომელიც დღემდე სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან მას ერთგვარად, როგორც ჟარგონულად უნდა ვიხმაროთ, შეწერილი აქვს და დღემდე ის დაობს სახელმწიფოსთან, რათა ეს თანხა დაიბრუნოს. დღეს როდესაც საუბრობენ, რომ ჩვენ თითქოს და ვიყავით ესე ვთქვათ საპარნიკე სიტუაციაში და ვიღაც ფარველობდა და იყვნენ ფარველი ძალები, უჩვეულ ფარველობდნენ. რეალურად გითხრა, რაში გამოიხატებოდა? გამოიხატებოდა იმაში, რომ ნედლეულს ვაბაჟებდი უფრო ძვირად, ვიდრე მზა პროდუქციას აბაჟებდნენ? თუ გამოიხატებოდა იმაში, რომ რამოდენიმე მილიონი ლარი დაკარგულია? მე არ ვიცი, შეიძლება გარკვეული წილი ბიზნესმენებისთვის მოვიდა უკეთესი დრო, მაგრამ ჩვენი ჯგუფისთვის არაფერი არ შეიცვალა, რაც იყო წინა წლებში, ანალოგიური პროცესი გრძელდება დღესაც. მე სხვაობას ვერ ხედავ. მაშინაც არავის არ აინტერესებდა ქართული წარმოება და დღესაც ანალოგიურს ხედავ, რომ არავის არ აინტერესებს. რაც შეეხება ცეზარ ჩოჩელის ბრალდებას გია ხუხაშვილის მიმართ. პრეტენზიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ნოემბრის თვეში კომპანია ბარამბოში ფინანსური შემოწმების კუთხით საგადასახადო შემოსავლების სამსახური შევიდა. ასე ვთქვათ, კომპანია ბარამბოს საკუთრება დაყადაღდა და ამ კომპანიას პრინციპში ჩამოერთვა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლება. 2 თვის წინ კი ამ მოვლენას დაერთო სამართლებრივი მოკვლევა უკვე ჩოჩელის მეორე კომპანიაში, რომელიც რკინაბეტონის შპალის ქარხანას წარმოადგენს. მე შეგახსენეთ ამ თემაზე მესხრი არხი არაერთხელ აშუქებდა და თემას მოვლენების შემდეგნაირად განვითარდა. 2010 წელს 20 აგვისტოს სახელმწიფო ტენდერში დაახლოებით 170,000 შპალის დამზადებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვება მოიპოვა სახელმწიფო საწარმომ რკინაბეტონის შპალის ქარხანამ. შემდგომში 6 დღის შემდეგ ამ საწარმოს ჩამოაწელეს დაახლოებით 6,200,000 ლარის ვალი, ხოლო უკვე ორ კვირაში ეს საწარმო მოგებული ტენდერიანად აღმოჩნდა ცეზარ ჩოჩელის კომპანიის საკუთრება. ერთგვარად თავად რკინიგზის დეპარტამენტმა და თავად საგამოძიებო უწყებამ ამ კონკრეტულ გარიგებებში და ამ სქემაში დაინახა ერთგვარი კორუფციული გარიგების ალბათობა და შემდგომში უკვე ამ კომპანიაში შევიდა, როგორც უკვე მოგახსენეთ, საგამოძიებო სამსახური. დღეს ეს კომპანია გაჩერებულია იმდენად, რამდენადაც რკინიგზის დეპარტამენტს აღარ ესაჭიროება ის დარჩენილი მასალა, რომელიც თავის დროზე 3 წლის წინ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე რკინაბეტონის ქარხანას ვალდებულება ჰქონდა, რომ დაეზნადებინა. დღეს ეს ნედლეული შპალების სახით ქარხანაში ჩაწოლილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის მასალაზე არის ლაპარაკი და იმ პირობებში, როდესაც კომპანიას აქვს ბანკის მიმართ სასესხო ვალდებულება, არაა გამორიცხული, რომ დადგეს ვითარება, როდესაც კომპანია უკვე აღმოჩნდება გაკოტრების პირისპირ. უშუალოდ ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ ამ მოვლენების უკან დგას კონკრეტულად გია ხუხაშვილი და სწორედ მისი დირექტივებისა და ასე ვთქვათ მოსაზრებების საფუძველზე მისი ასე ვთქვათ შემადგენლობა, გუნდის შემადგენლობა უშუალოდ ახორციელებს იმ დირექტივებს, რომელიც ამ კონკრეტულ პიროვნებას გააჩნია. მე შეგახსენებთ, რომ ცეზარ ჩოჩელი უკვე დიდი ხანია გია ხუხაშვილის მისამართით ამგვარ კრიტიკულ ბრალდებებს გამოთქვამს. ხუხაშვილმა თავის მეგობრებს უნდა გაუგზავნოს დირექტივები. მე როგორ უნდა გამოგზავნოს დირექტივა ხუხაშვილმა? ჩემთვის ვინ არის ხუხაშვილი, რომ მე დირექტივა მიგზავნოს? უბრალოდ ძნელია
ჩემი გადასახედიდან საუბარი ადამიანზე, ვისაც არაფერი არ აქვს ამ ქვეყანაზე შექმნილი, გარდა საუბრისა, ზოგადი საუბრის და ჭორის გავრცელების ხელოვნებისა. ჩვენ პირიქით ვიყავით, ჩვენ ვიყავით დაკავებული მხოლოდ და მხოლოდ საქმით, ვაკეთებდით საქმეს, ვაშენებდით ქარხნებს და ასე შემდეგ. ვქნიდით სამუშაო ადგილებს. რაც შეეხება თავად გია ხუხაშვილის პოზიციას, ის მოგვიანებით გააჟღერებს ჩვენ ტელეკომპანიასთან დამოკიდებულებას და პოზიციას თუ რას ფიქრობს აღნიშნულ ბრალდებებზე, თუმცა სატელეფონო საუბარში მან გაგვიცხადა, რომ გრძელდება ერთგვარი მითის შეთქმულება იმასთან დაკავშირებით, რომ გია ხუხაშვილი ერთგვარი უძრეველი პიროვნებაა და ქართულ ბიზნესზე და ზოგადად ეკონომიკაზე მას ასე ვთქვათ უსაზღვრო გავლენა აქვს. რაც შეეხება თავად ცეზარ ჩოჩელის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე, გია ხუხაშვილი პასუხობს, რომ იგი არ არის უშუალო მონაწილე იმ პროცესებისა, მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზის დეპარტამენტში იგი მხოლოდ კონსულტანტის, ასე ვთქვათ, პრივილეგიით სარგებლობს, იგი მართალია საქმის კურსში არის იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოვლენებიც ვითარდება რკინაბეტონის შპალის ქარხანაში, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს, რომ ის კონკრეტულად ამ პროცესების უკან დგას და მისი ინტერესები იკვეთება ამ შემთხვევაში. 9 საათიანი სიუჟეტისთვის ჩვენ ასევე შემოგთავაზებთ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, თუ რას ფიქრობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და როგორი პოზიცია ექნება და რა კუთხით ჩაერთვებიან კონკრეტულად ის უშუალოდ ცეზარ ჩოჩელის კომპანიებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებში. მადლობა, ეს ბექა ბარამიძე იყო.